3 საათში ერთხელ ჭამა ნიშნავს დაბალანსებულ კვებას თუ რა არისო ბოლოს და ბოლოს ეს დაბალანსებული კვებაო და მოდი განვიხილოთ. პირველ რიგში გეტყვი რომ რამდენ ხანში ერთხელ და რამდენ საათში ერთხელ ჭამ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც რომ ყველა საჭირო ელემენტი მიაწოდოს შენს ორგანიზმს. შენს ორგანიზმს 114-მდე ძირითადი ელემენტი ჭირდება, საიდანაც 4 არის მთავარი: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და უჯრედისი. ეს 4 ელემენტი როცა შედის შენს ულუფაში, რაღაცა პორციებით, ის არის დაბალანსებული კვება. ანუ როცა შენ ერთ კვებაში ცილებსაც იღებ, ცხიმებსაც, ნახშირწყლებსაც და უჯრედისაც, ეს ძალიან მაგარია, ნიშნავს რომ დაბალანსებულად ჭამე, თორე შეიძლება 3 საათში ერთხელ ჭამო, მაგრამ ჭამო მარტო ნახშირწყალია რაღაცა დაუბალანსებელი საკვები. ამიტომ ბალანსი არის პირველ რიგში ამ საკვები ელემენტების, ასე ვთქვათ, ერთად მიღება და თუ გაინტერესებს კონკრეტულად ცილები რა არის, ნახშირწყლები, ცხიმები, რა დროს რისი ჭამაჯობია, როგორ რანაერად, გამოიწერე ჩვენი არხი, ყოველდღე იდება აქ სასიცოცხლო ინფორმაციები კვების შესახებ და გირჩევ ადევნე თვალი.